რო დამიდასტუროთ უბრალოდ თუ ჩანს ჩემი ეკრანი და დავიწყოთ. ჩანს კი ჩანს. ანკა. მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა სიხდის პირველ რიგში, ვინც მოახერხეთ და დაინტერესდით და შემოგვიერთდით და ალბათ თავიდან დავიწყოთ იმით, რომ გიროცავთ დღევანდელ განათლების საერთაშორისო დღეს. და მნიშვნელოვანი დღეა და განათლება არის ალბათ ის უპირველესი კანონი, რომელიც რომელიც აუცილებლად ეკუთვნის ყველა ადამიანს და ჩვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მიაწოდოთ ეს ჩვენს ბავშვებს და ჩვენს მომავალს. ამიტომ მადლობა თქვენ. გიროცავთ ამ. წესებს შევეხოთ, ძალიან ხოთ რომ გამოვხსნათ მიკროფონები და კამერები. კითხვები რაც გაგვიჩნდება, მოვიწეროთ ხოლმე ჩატში და კითხვებისთვის გვაქვს ალტი Q&A სესია და დისკუსიაში ჩასართავად იდეაში არ ვარ ძალიან ბევრი, 50-მდე ადამიანი ვართ ახლა და შეგვიძლია პირდაპირ ამ მივუწევთ და რაღაცა ვიკითხოთ. და ვებინარის შემდეგ აუცილებლად გამოგეგზავნებათ ვებინარზე გამოყენებული მასალას და განაწერის სუმული. პრეზენტაციის გეგმა ესეთია, რომ ვისაუბრებთ ჩვენ შესახებ, მოგიყვებით ჩემ შესახებ, ვისაუბრებთ რატომ არის პროგრამირება მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო ცვლილება შევეხებით მესამე თაობის ესეგეთ სტანდარტში, რომელიც მალე იდეაში უკვე ოფიციალური იქნება და კანონის დონეზე იქნება. ვისაუბრებთ CodeMonkey-ზე და CodeMonkey Georgia-ზე და რა თქმა უნდა მეორე ეტაპი რაც არის მნიშვნელოვანი, გადავალთ უკვე თვითონ დღეს არსებული პარტნიორი სკოლების მიერ იმ გამოცდილების გაზიარებაზე, რომელიც ალბათ უფრო საინტერესოა და მართლაც არის ჩვენი სემინარის მიზანი, რომ მასწავლებლებისთვის უფრო მეტი გავაზიაროთ დღეს არსებული CodeMonkey-ის პლატფორმიდან გამომდინარე. გვექნება ბოლოს ჩელენჯები გვექნება სკოლებისთვის და გავათამაშებთ უფასო ლიცენზირებას მეორე სემესტრისთვის და გვექნება ბოლოს ასევე ექსკლუზიური შეთავაზება ყველა სკოლისთვის, რომელიც გადაწყვიტავს, რომ მეორე სემესტრში CodeMonkey-ის პლატფორმით დაიწყოს პროგრამირების შესწავლა, არ აქვს მნიშვნელობა პირველ კლასში, მერვე კლასში თუ რომელ კლასიც არ უნდა იყოს. ესე იგი გახლავთ ნიკოლოზ ხურცილავა, მაქვს 10 წლიანი გამოცდილება IT-ის მიმართულებით და მიმუშავია EMS-ში, მიმუშავია შავიზღვის უნივერსიტეტში, მიმუშავია ლექტორი პროფილად და ნუ რაღაცა IT-ის მიმართულებიდან საბოლოოდ გადავიდეთ, დღეს გახლავთ დირექტორი CodeMonkey Georgia-ში და CodeMonkey Georgia გახლავთ თვითონ CodeMonkey-ის პლატფორმის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. ორი სიტყვით რო შევეხოთ თვითონ პროგრამირებას, რატომ არის პროგრამირება მნიშვნელოვანი, ეს არის მიმართულება, რომელიც ხელს უწყობს ლოგიკურ, ალგორითმულ, ანალიტიკურ და ზოგადად კრიტიკული აზროვნების განვითარებას. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, შემოქმედებითი აზროვნებას და წარმოსახვას ვითარდება და პრობლემის რაც ყველაზე მთავარია და 21 საუკუნეში რაც არის მნიშვნელოვანი, ასწავლით პრობლემებზე გადაჭრას და პროექტებზე მუშაობას, გუნდურობას, კოლაბორაციას, თანამშრომლობას და ასე შემდეგ. პირველი ნაწილი, როგორც თქვით, CodeMonkey შესახებ ძირე ნაწილი იქნება, იმიტომ რომ ძირითადი ჩვენი სემინარი მაინც არის უფრო იმ გამოცდილებების გაზიარება, ამიტომ რაღაცები შეიძლება სწრაფად თქვა ხოლმე და თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ მოიწეროთ და Q&A სესიის დროს აუცილებლად უყურებთ. რაც შეეხება მესამე თაობის SGS და კომპიუტერულ ტექნოლოგიების განახლებულ სტანდარტს, როგორც ვიცით, 2022 წლის 1 თებერვალში შევიდა ახალი სტანდარტი, რომელიც მოიაზრებდა, რომ ტექნოლოგიების სწავლება აუცილებელი გახდებოდა მეორედან მეექვსე კლასის ჩათვლით და რეკომენდაცია იყო მხოლოდ გასცემული მე-7 და მე-9 კლასში. დღესდღეობით არის გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ ეს არ არის ანონის დონეზე, მაგრამ არის უკვე ფაქტიურად არის უკვე მოთხოვნაში და ალბათ საბოლოოდ შევაწერს უკვე საპილოტედ თუ არა შეიძლება, ანუ ძალაში თუ არა შეიძლება საპილოტედ გაიშვას, რომ მე-7 და მე-9 კლასებში შეიძლება გახდეს უკვე ტექსტზე დაფუძნებული პროგრამირების შესწავლა სავალდებულო 2024-2025 სასწავლო წლიდან, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ჩელენჯი იქნება ზოგადად საქართველოს მასშტაბით, არა მარტო კერძო სკოლებისთვის, არამედ დარწმუნებული ვარ ეს ჩელენჯი იქნება გარკვეული საჯარო სკოლებისთვის და კერძო სკოლებისთვისაც. ჩვენი პლატფორმა ზუსტად ეხმიანება ამ გამოწვევას და ზუსტად აგვარებს ამ გამოწვევას ნებისმიერი სკოლისთვის და ნებისმიერი კლასის ჭრაში პირველ და მე-9 კლასის ჩათვლით და ამაზე ცოტა შემდგომ ვისაუბრებთ. ეს იყო რაც კონკრეტულად SGS ჭრაში მინდოდა რომ მეთქვა. სტანდარტ სამმართველობა აქვს, ეს არის კომპიუტერული ტექნოლოგიები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, რომელიც გულისხმობს პროგრამირების მხრივ პროგრამირების გამოყენებას და ციფრული წიგნიერება.
არსებული CodeMark-ის სტანდარტით ორ მიმართულებას ხარავთ, ხოლო ეს Word-ი, Excel-ი და კომპიუტერული ტექნოლოგიები, რაც არის ფუნქციონალური პრინციპები და ასე შემდეგ, მაგაზე მუშაობთ, რომ გარკვეულწილად რაღაცა გზამკვლევებით იყოს გამზადებული და ერთ-ერთ ისეთ ძალიან ყველასთვის საყვარელ და ცნობილ ადამიანთან ერთად მუშაობთ ამაზე, რომელიც არის თავის საქმის პროფესიონალი და დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოსთვის 2024-2025 წლისთვის ეს გზამკვლევი გვექნება. უკვე თქვენთვის სრულიად უფასოდ, რა თქმა უნდა. ეს გზამკვლევი იქნება სრულიად უფასო ყველასთვის განსაცდელი. ეხლა რაც შეეხება თვითონ CodeMark-ის საქართველოს, ჩვენი მიზანი არის, რომ რა არის ჩვენი მიზანი და რა არის CodeMark-ი? CodeMark-ი არის საერთაშორისო საგამომცემლო პლატფორმა, რომლის მიზანია, რომ კომპიუტერული მეცნიერებები და ეს პროგრამირება, ციფრული წიგნების სწავლება იყოს თამაშზე დაფუძნებული სახალისო ინოვაციური საინტერესო გზებით შეთავაზებული. აი ამას დარწმუნებული ვარ, რომ როცა მეორე სესიის მეორე ნაწილზე გადავალთ, იქ უფრო გავამყარებ თუ რაოდენ სახალისოა ეს და მოვისმენთ ფიდბექს რეალურად მასწავლებლებისგან. და დახმარებით ამ თვითონ პლატფორმის დახმარებით ბავშვები და მასწავლებლები სწავლობენ კოდინგის მართლა კომპლექსურ პრინციპებს ძალიან მარტივად და ეუფლებიან რეალურ ენას. ამ შემთხვევაში ბლოქლი, რომელიც არის ბლოკზე დაფუძნებული, CoffeeScript და Python. 10 წელიწადზე მეტი არის CodeMark-ი ოპერირებს ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით და წარმოდგენილია 20-ზე მეტ ქვეყანაში და ისეთ ქვეყნის კერძო და საჯარო სკოლებში, როგორც არის ამერიკა, იაპონია, ავსტრალია, შვედეთი, ნორვეგია და ასე შემდეგ. ამ ქვეყნებში რო ხარ და ამ ქვეყნების კერძო და საჯარო სკოლაში რო ხარ შესული, ესე იგი რა მაგარ სტანდარტებს აკმაყოფილებ, ხო CSTA და IEEE სტანდარტს აკმაყოფილებს სრულიად თავიდან ბოლომდე. აღიარებები აქვს უამრავი მოპოვებული, რაღაც 2014 წლიდან დაწყებული დღემდე სულ რაღაც აღიარებები აქვს. ზოგადი სტატისტიკა რო ვთქვა, 182,000 მასწავლებელია დარეგისტრირებული, 32 მილიონი მომხმარებელი ყავს ამ მოსწავლე, ვინც არის რეგისტრირებული, არის 32 მილიონი და 155 მილიონზე მეტი ჩელენჯია გადაჭრილი. თვითონ რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკას, 5 სექტემბერს ჰქონდა ჩვენ 2023 წლის 5 სექტემბერს ჰქონდა პირველი ჩართვა და პირველი პრეზენტაცია და იქიდან მოყოლებული არის უკვე 37,000 ჩელენჯი გადაჭრილი, ხოლო საქართველოსიდან 800-ზე მეტი მოსწავლე არის უკვე ჩართული, რომელიც იყენებს და 20-ზე მეტი სკოლა არის დაინტერესებული და ჩართული უკვე პლატფორმაში და ეს გამოხატავს იმას, რომ არის მართლა ძალიან მაგარი პროდუქტი, რომ სკოლებმა, რომელმაც ამ პროდუქტის შესახებ უმეტესობამ გაიგეს 5 სექტემბერს დღეს უკვე პირველივე სემესტრიდან ბევრმა აიღო თავის თავზე, გამოთქვა სურვილი, გამოიჩინა ინიციატივა და თვითონ ჩაერთო და თვითონვე გახდა მონაწილე ამ პლატფორმის და ამ პლატფორმით ასწავლის უკვე პროგრამირებას ბავშვებს. ჩვენი შეთავაზება რა არის? პირველ რიგში ეს არის პლატფორმა, CodeMark-ის პლატფორმა, რომელიც არის თამაშზე დაფუძნებული სწავლება, ბლოგზე დაფუძნებული პროგრამირებიდან მტკიცე დაფუძნებული პროგრამირებიდან გადადის უმარტივესად, ეს არის Blockly, CoffeeScript და Python-ი, რასაც შეისწავლიან პლატფორმაზე. პირველიდან მე-9 კლასის ჩათვლით გვაქვს სრული კურიკულუმი გამზადებული, რომელიც არის ქართულად უკვე და აქ არის გაწერილი აქტივობები, დავალებები, პლატფორმაზე არის კვიზები ჩაშენებული, უთობრიოდ გაწერილი საგაკვეთილო გეგმები ქართულად და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენზე არის მასწავლებლის ტრენინგი და სერტიფიცირება და ვიდეო გაკვეთილები ქართულად გამზადებული, რომელიც YouTube-ზე და სრულიად ხელმისაწვდომია. და რა თქმა უნდა პლატფორმას აქვს ეს ვირტუალური საკლასო ოთახი, ავტომატური შეფასებების სისტემა და ცალკე health ცენტრი გვაქვს მასწავლებლებისთვის და 24/7-ზე მხარდაჭერა. ესე გამოიყურება საგაკვეთილო გეგმები, მარცხნივ სარჩევი და მარჯვნივ უკვე პირველი ნაწილი, პირველი გაკვეთილი 15 წუთიანი როგორ ტარდება და რაზე ვისაუბრებით მოსწავლეს და ასე შემდეგ. ეს არის ვიდეო გაკვეთილები ქართულად YouTube-ზე, ცოტა ძველი სურათია, აქ თითქოს 2 subscriber-ია, მაგრამ რეალურად 100-მდე subscriber-ია უკვე და ძალიან ბევრი ნახვევი აქვს, იმიტომ რომ გამიკვირდა და რეალურად ამ ვიდეოებს ქართულად სავარაუდოდ უყურებენ ის ადამიანები, რომლის შვილებიც ალბათ თვითონ მიცეს CodeMark-ის პლატფორმა, იმიტომ რომ მშობელსაც შეუძლია რომ უყიდოს ბავშვს CodeMark-ის პლატფორმა, პირდაპირ საიტიდან, ინდივიდუალური და ალბათ იქიდან უყურებენ, იმიტომ რომ რამდენიმე ვიდეოზე 1000-ობით ნახვაც კი არის დაგროვებული უკვე. პლატფორმა health ცენტრი, სადაც თვითონ მასწავლებელს შეუძლია რომ ჩვენ ტრენინგის მერეც თუ რამე კითხვა გაუჩნდა, რა თქმა უნდა, ჩვენს ხმარებით account manager-ი მიმაგრებული, მაგრამ პლატფორმაზე თუ რამე დააინტერესებს დაძებნოს და ეს შეფასებების სისტემა და თვითონ ვირტუალური საკლასო ოთახი როგორც გამოიყენება. ძალიან მნიშვნელოვანია და მოტივატორი არის ასევე ბავშვებისთვის, რომ თითოეული
კურსის დასრულებისას, ამ თითოეული აქტივობის დასრულებისას მასწავლებელს შეუძლია რომ დაუგენეროს ბავშვის სერტიფიკატი, ეს Code Monkey-ის მიერ გამზადებული template სერტიფიკატი, რომელიც გარკვეულწილად მამოწივრებელია ბავშვისთვის და ძალიან ისეთია რა, ამ შობელს ანახეს მე ყოველ შემთხვევაში დღემდე მახსოვს ბავშვობაში სკოლას რაც კი რამე სერტიფიკატი მოუწია ჩემთვის, მაინც სხვანაირად მიხაროდა და ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა შედეგებზე ვთქვა და რას ვასწავლით, რას ვასწავლის პლატფორმით, ეს არის რომ იწყება Code Monkey Junior-ით, მერე Beaver Achiever-ი, მერე გადადის Coding Adventure-ზე, როგორც ტექსტზე დაფუძნებული პროგრამირებაა და არის Blockly, CoffeeScript-ი და ქვევით როგორც ხედავთ, არის გაკვეთილების რაოდენობა, CSTA და IC სტანდარტი თავიდან ბოლომდე დაკმაყოფილებულია და ბავშვი სწავლობს ლოგიკურ აზროვნებას, ალგორითმიკას, თანმიმდევრობას, if-else ციკლებს, ლადებს, მასივებს, ფუნქციებს და უამრავ რამეს და მერე უკვე გადადის პროექტულ მუშაობაზე მე-6 კლასიდან დაახლოებით, სადაც უკვე ისევ CoffeeScript-ით და ბლოგზე დაფუძნებული და შეუძლია რომ თამაშები აწყოს და პროექტული მუშაობა და მასწავლებელს შეუძლია უამრავი პროექტი მიცეს ბავშვს და აქ უკვე სწავლობს ივენთებს, მათ მართვას, ქმედებებს კლავიატურაზე, მაუსზე, ხმების დამატებას და ასე შემდეგ და ბოლო ეტაპი არის უკვე Python-ი, სადაც Python-ზე გადადის უკვე პროგრამირების შესწავლა, Python-ს სწავლობენ და ბოლო არის უკვე chatbot-ის აწყობა. რო შევაჯამოთ თვითონ Code Monkey-ის ჯორჯიებს რა შეთავაზება აქვს, არის რომ ჩვენ ვეხმარებთ სკოლებს ლიცენზირებაში, დავეხმარებთ რომ მაქსიმალურად სწორი ლიცენზირება შევარჩიოთ მათთვის და ვარ ფაქტურად გამტარი რომ მათ მინიმალურ თანხებზე იყოს საუბარი. რა თქმა უნდა ვართ საპორტერები და 24 საათიანი ტექნიკური ხარჯები ჩვენი მხრიდან არის. საერთაშორისო კურიკულუმი და დეტალური საკვეთილო გეგმები ქართულად ჩვენი მხრიდან არის, ვიდეო გაკვეთილების გადათარგმნები, რომელიც YouTube-ზე დევს, ესეც ჩვენი მხრიდან არის. ტრენინგებს და სერტიფიცირებას უზრუნველყოფთ ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციასთან, პარტნიორ მასწავლებლებთან ერთად, coaching სესიებსა და ვებინარებსაც იდეაში, რასაც ახლა დღეს ვატარებთ, გავს რაღაცებსაც ჩვეულებრივად ვაორგანიზებთ ხოლმე და ვატარებთ და მხარდაჭერის პორტალი და ინსტრუქციები ვახსენებთ და რა თქმა უნდა საერთაშორისო კონფერენციების თუ რაიმე იქნება ხოლმე Code Monkey-ის მხრიდან გამართული, რადგან ჩვენ ვართ პარტნიორები ოფიციალური Code Monkey-ის, რა თქმა უნდა ჩვენ გვეცნობება ხოლმე და გაგიზიარებთ ხოლმე ჩვენ პარტნიორ მასწავლებლებს. ლიცენზირების ნაწილს რაც შეეხება დღესდღეობით გვაქვს 2 ლიცენზირება და როგორც კი გამოვა, როგორც კი იქნება უკვე ოფიციალური რეგულაცია, რომ SEG-ში რომ პირველ და მე-9 კლასის ჩათვლით უკვე მეორე და მე-9 კლასის ჩათვლის ბოდიში უნდა ისწავლებოდეს პროგრამირება და მათ შორის ტექსტზე დაფუძნებული პროგრამირება. სავარაუდოდ სტანდარტ და პრემიუმ ლიცენზია გაერთიანდება ჩვენი მხრიდან და გვექნება უკვე ერთი ლიცენზია, რომელსაც გინდათ მე-9 კლასის ბავშვზე გამოიყენებთ და ბავშვის აქტივობებისთვის ან მეორე კლასის ბავშვის აქტივობებისთვის. ეს სრულიად თქვენზე იქნება. მაგრამ თუ დავინახეთ ღირებულება, რომ მონეტარული ღირებულება უფრო იაფია და უფრო მოქნილია ამ შემთხვევაში სკოლა რომ საცალკე იყოს, მაგაზე პრობლემა არ არის, რა თქმა უნდა გვერდში დაუდგებით და საცალკე ვამბობთ. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით ორი ტიპის ლიცენზიაა და არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტიპის ლიცენზია იქნება შესყიდული, გაკვეთილების გეგმა ქართულად, ვიდეო გაკვეთილები ქართულად, ტრენინგები, სერტიფიცირება, სემინარები, coaching-ი, 24/7 ტექნიკური მხარდაჭერა, ყველაფერი შედის ნებისმიერი ლიცენზიის ყიდვის შემთხვევაში და რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან კერძო სკოლებს cash flow აქვს დაახლოებით 10 თვე, ჩვენ ვაჩვდით სკოლას რა თქმა უნდა ან ნახევარწლიან ლიცენზიას, ან ერთწლიან ლიცენზიას და ერთწლიანი ლიცენზიის შემთხვევაში გადახდა ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ 10 თვის მანძილზე. ანუ სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით და ივლისი და აგვისტო მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზია აქტიურია და ბავშვს შეუძლია და მასწავლებელს შეუძლია რაღაც საზაფხულო დავალებები მიცეს და დაავალოს, რომ ესენი გააკეთეს, ჩელენჯები გააკეთეს, თამაშები შექმენ, ის გაიარა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ და მაქსიმალურად გვერდში ვდგავართ სკოლას და ივლისი და აგვისტო გადასახადი სკოლას საერთოდ არ აქვს. ხო, როგორ შეიძლება რომ მოხდეს დანერგვა სკოლებში? ბევრი ვარიანტია. ერთ-ერთი ვარიანტი არის მაგალითად, აქ არ მიწერია, მაგრამ მაინც გვაქვს ახლა არსებობს საქართველოში სკოლები, რომლებიც არის ერთი სახელის, მაგრამ რამდენიმე სხვა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში მაგალითად და ალბათ ყველაზე რთული ვარიანტია, როდესაც სკოლა იწვის, რომ მე მინდა დავნერგო მთლიანად, სამივე სკოლაში. ანუ ეს არის ყველაზე დიდი ჩელენჯი. მეორე ვარიანტი არის სრული პროგრამის დანერგვა, როდესაც საერთოდ არ აქვს და პირველ და მე-9 კლასის ჩათვლით მთლიანად უნდა დაინერგოს.
და ალბათ გარკვეული სკოლებისთვის შეიძლება ეს იყოს დღესდღეობით ჩელენჯი, როგორც კი ის რეგულაცია შემოვა. მეორე ვარიანტი შედარებით მარტივია, რომ დაწყებით პროგრამაში დაინერგოს პირველ და მეექვსე კლასში ჩათვლით. ამ შემთხვევაში პირველს იმიტომ ვიძახი, რომ გვაქვს საშუალება და არის პლატფორმა, რომ პირველ კლასშიც დაინერგოს, მაგრამ რეალურად მაინც მეორე კლასიდან ნერგავენ ხოლმე სკოლები. და დაწყებით პროგრამა არის, ან მესამე არის გამუქებული, რაც მიწერია, ეს არის block based, ანუ დღესდღეობით რაზეც არის უკვე ასე თუ ისე ცნობიერება ამაღლებული და სოდნა სკოლებში. ამ ხრივ რომ ინერციის ასაკრეფად არის ძალიან კარგი ვარიანტი, რომ პირველ, მეორე, მესამე კლასში დაინერგოს და სხვა შორის უმეტესობა სკოლა ვისთან თანამშრომლობს, გადაწყვიტა რომ მეორე, მესამე კლასში დაინერგა. შეიძლება საკლუბო აქტივობები გაკეთდეს, საკლუბო აქტივობების ხრივ ერთ-ერთ კომპანიასთან ექსპლორიუმთან თანამშრომლობს ძალიან სახოს, რომელიც ძირითადად მისი მიმართულება და წყალებში მისი ბიზნესი არის საკლუბო აქტივობები და რამდენიმე სკოლაში აქვს გაკეთებული კლუბი, სადაც თვითონ CodeMonkey-ის პლატფორმას იყენებენ. და ასევე შესაძლებელია ყველაზე ისეთ მარტივი არის არსებული მათემატიკის ან სხვა საგანთან ინტეგრირება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა სრულად სკოლაზე არის დამოკიდებული. კარგი, პრინციპში სულ ეს იყო აი ძალიან მოკლედ შესწავლილი რა არის CodeMonkey, ვინ ვართ ჩვენ და რა რისი შემოთავაზება შეგვიძლია თქვენთვის. ეხლა მინდა რომ გადავიდეთ მეორე ეტაპზე, სემინარის მეორე ეტაპზე. სადაც ვიცი რომ რამდენიმე მასწავლებელი, რამდენიმე სკოლიდან არის წარმოდგენილი და აი პირველი ვინც მომხვდა თვალში, ვინც არის პრომეთე სკოლის წარმომადგენელი არის, ქალბატონი ჯუნა. ჯუნა მე მგონი აქ ხართ, ხო? თითქოს დავინახე და ვთქვით. კაი, თუ არ არის ნონა არის კიდე მე მგონი შემოსულობით გადავიდეთ მოკლედ მეორე იმაზე სემინარის მეორე ნაწილზე და ჩვენ პარტნიორ სკოლებს ვთქვათ მე მგონი კანდის სკოლა კანდი არის ნონა არის მე მგონი შემოსული ქალბატონ ნონა თუ გესმით ჩვენ სხვა ეტყობა არის ის აუ ჩემი ხო ის იმედია ძალიან ავილაპარაკე ხო წყურბრობამდე ისმის როგორ არა ისმის კარგად ძალიან კარგი გესალმებით მადლობა სემინარისთვის გაიხარეთ მადლობა თეონ აი ეხა ხო ვეღარ გამიყედა ინტერნეტმა არ ვიცი რამდენად მახსენეთ იმ მომენტში და ვეღარ შემოგეხმიანეთ მოკლედ ჯობა მოგესალმებით ყველას მე დავითიანი ნინა ჩახელის სკოლის წარმომადგენელი ვარ ამ შემთხვევაში ვასწავლი ის და ჩვენ CodeMonkey-ის პროგრამა დავნერგეთ მეორე კლასში და საკმაოდ სიმართლე გითხრათ არ ველოდი ესეთ შედეგს და ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ბავშვები მოსწონთ ეს თამაშით სწავლა რაც მთავარია ლოგიკურ უნარებს ივითარებენ და ძალიან უხარიათ თვითონაც ანუ ყოველთვის ისტის გაკვეთილი და CodeMonkey-ის პროგრამაში როცა ვმუშაობთ ძალიან სიხარულით და მთელი მოტივაციით აქვთ ხოლმე მოკლედ ძალიან კარგად მუშაობენ ანუ ეს უკვე მიუხედავად იმისა რომ მეორე კლასელები არიან და პატარები არიან მაინც აქვთ უკვე ის წარმოდგენა რა არის ალგორითმი რა არის პროგრამირება და ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ნელ-ნელა ეხლა მით უმეტეს ისეთ საუკუნეში ვცხოვრობ და ისეთი თაობა რომ აუცილებელია მათთვის ეს ამ ფრაზების მნიშვნელობის ცოდნა და ზოგადად შეხება რომ აქვთ ამ პატარა ასაკში ძალიან კარგია და ვფიქრობ რომ აი წეგან ახსენეთ თქვენ სერტიფიკატებზეც აი ეს სერტიფიკატი როდესაც მოვჩით ის აქტივობა და გავუგზავნე სერტიფიკატები იყო მათი მხრიდან ძალიან დიდი სიხარული ისე გაუხარდათ და პირიქით უფრო მოტივაცია მიეცათ ამით რომ უფრო მეტი და ერთი სული აქვს ხოლმე როდის კიდევ გავივლით ახას ანუ ეხლა მე თუ ხანდახან ლიმიტს ვაძლევ ხოლმე რომ 2, 3 ან 5 ეტაპი გაიარონ ხო პატარ ეტაპებით იმათ პირიქით უფრო მეტი მოთხოვნა აქვს ხოლმე და უნდათ რომ უფრო მეტი იმუშაონ და ვფიქრობ რომ ძალიან წარმატებული პროექტია და ძალიან საჭირო ასე რომ ძალიან დიდი მადლობა CodeMonkey-ს ძალიან კარგი დაამიხარია მაგის მოსმენა არ ვიცი რაღაცა შინაგანად ძალიან თუ ვამაყობ ხოლმე რომ ეგეთ კარგად მადლობა იცით მეც ვიტყვი ერთ სიტყვას შეიძლება კი მაგრამ მე სკოლა ლილეს ისტის მასწავლებელი გახლავართ ჯერ კი მინდა მადლობა გადაგიხადოთ რომ ეს პლატფორმა შემოვიდა სკოლაში და პირველ რიგში კიდე ჩემი ხარისხის მართვის მენეჯერს ბატონ საბას რადგან
იმიტომ რომ ცოტა წინააღმდეგი ვიყავი მე ამ პლატფორმის სკოლაში. შემო დაგენახვებით ერთი წუთით. კი, გამიხარდება პირი. კი, მაგრამ რაღაც ჩემმა იმან გაჭედა მე მგონი. ამიტომ ჯობია ისე დავილაპარაკებ არ ირთვება. ხო, და ამიტომ ცოტა წინააღმდეგი ვიყავი და მაგრამ საბამ ივაშკაცა ბატონმა საბამ და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის და თქვენს. ჩემ სკოლაში მეორე კლასშია, მესამეში და მეოთხეში. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიხარული აქვთ ბავშვებს ყველაფერი, მაგრამ მე არ მინდა რომ ამ პლატფორმამ ამ ბავშვებისთვის მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ გასართობი იმის და რა თქმა უნდა, მე მინდა რომ ამ ბავშვებს გავაგებინო ის, რომ ეს მათთვის აუცილებელია და ამისგან ბევრი რამე უნდა ისწავლონ. მაგრამ იმასაც აღვნიშნავ, რომ ამ ბავშვებს არ გასჭირვებიათ, იმიტომ რომ ისედაც გავდიოდით ჩვენ სამინისტროს ესქულის, ვინც არიან ახლა აქისტის მასწავლებლები ეცოდინებათ. ესქულის იმაზე გავდივართ, ეგ არის ესეთი კოდი 2G და რაღაცეები, რითაც ეს ბავშვები და ამიტომ ძალიან გაუადვილდათ რა. და სხვათა შორის ახლა გადავედით უკვე ბიავერ აირჩივერზე, რომელმაც უფრო მეტი მოწონება დაიმსახურა ბავშვებში და ისე უხარიათ ეს ამ ვარსკვლავს იღებენ, სულ ვარსკვლავებს ითვლიან. იმდენად გახარებულები არიან, კი. და რა ვიცი, სხვა არ ვიცი ხა რა გითხრათ, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცა, ჯერ ერთი რომ დამოუკიდებლად შესულა ისწავლეს თავიანთ ანგარიშებში. ბავშვებმა. იმიტომ ყველა თავისი იუზერი და პაროლი აქვს და ყველა თავისი იუზერი და პაროლი. კი, და ისწავლეს, რომ თვითონ ცდილობენ უკვე და აღარ გაიძახიან მას. თვითონ ისწავლეს პირველ რიგში და რა ვიცი, ყველაფერი, კიდე მეცველოდებით, რა თქმა უნდა. ჩართულობაზე რა შეგიძლიათ თქვა, საავტომატო, აი რა რამდენი ჩართულებიდან გაკვეთილზე თვითონ აი რა აი მე ჩართულები რომელი არიან, ხა რომ მიუშვა ისინი ბოლომდე გავლენ, მაგრამ ხო შეზღუდული გვაქვს. სხვათა შორის მინდა კიდე გითხრათ ეს თეორიული ეს ისინი რო გვაქვს ავარჯიშოებიც, გეგმებიც, რა თქმა უნდა, მაგებსაც თეორიული ბუმ თამაში მოეწონათ, ძალიან მინდა აღვნიშნო. ეგ გადმოცემული კი ბატონო. გეგმებში რაც არის, ხო? საგაკვეთილო გეგმებზეც კი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა. სერტიფიკატებზე ხო საერთოდ აღარც ვლაპარაკობ, რა ბედნიერები არიან. ჩართულობა ძალიან დიდია, კი, რა თქმა უნდა. რა ვიცი, არ ვიცი კიდე რა ვთქვა, ბავშვები ბედნიერები არიან, მხოლოდ ამას აღვნიშნავ და მინდა კიდე ვთქვა ის, რომ ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო მასწავლებლისთვის. ძალიან კარგი, მადლობა მაკა და მადლობა საბასაც, რა თქმა უნდა, საბას კი. ივაშკაცას. კი, მე რაღაცა ბატონ საბას რაღაცა ისე თავიდანვე გულშემატკივრობდით ერთმანეთს. ამაში აქვე მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ ძალიან კარგი პიროვნებაა, მართლა დაინტერესებულება, მართლა ჩვენ ძალიან კარგად მიგვიღო და მართლა იმ ერთეულ სკოლებში არის, ვინც თავიდან გადაწყვიტა და ეს მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, რომ საბას მხოლოდ საბამ დამითმო პირველ კლასში უნდოდა და პირველი კლასი არაფრით მე წავედი ძალიან დიდი. კი არა, პირველ კლასში ნამდვილად ჯერ ბავშვები არ არიან, მე ასე ვფიქრობ პირველ კლასში. კი. აი ამის თქმა მინდოდა. ძალიან კარგი. მადლობა, მაკა, გაიხარეთ. წარმატებები. გაიხარეთ, დიდი მადლობა. ეხლა მოვკარით თვალი, მე მგონი მამა ნაზარი არის, თუ არ ვხვდები, შემოსული. მამა ნაზარ თუ ხართ აქ, რომ დამიდა სკოლაში. დიახ. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? კარგად, მადლობა. მაგრამ თქვენ ხო არ გვეტყვით რაიმე საინტერესო. კი, აუცილებლად, ცოტა განსხვავებულად იყენებთ თავს ონლაინთან მე მგონი და აი საინტერესოა მოხდება. კი, აუცილებლად ბატონო ნიკოლოზ. ესე იგი, ჩვენი სიტუაცია არის ცოტა განსხვავებული. ჩვენ გვყავს ესე იგი რეგიონის მასშტაბით შერჩეული ძლიერი ბავშვები მათემატიკაში და დამატებით ვამეცადინებთ. და ნუ ეს კლასი არის საკმაოდ მაღალი დონის, ძალიან ძლიერი ბავშვები არიან და ჩვენ ვასწავლით ონლაინ და ძალიან დიდი ეფექტი ქონდა ამას, რომ ეს თვითონ ძალიან სახალისო საინტერესოა ბავშვებისთვის და თვითონ ეს შეფასების სისტემაც საკმაოდ მოქნილი აქვს, რომ ამით ძალიან ისე კარგად ვაკონტროლებთ როგორ მუშაობს ბავშვი და ანუ ის მომენტი, რომ რაღაცა აი არ დაწერა, არ მოინდომა, რაღაცა აი საერთოდ გამორიცხულია, იმიტომ რომ ძალიან სახალისოა ბავშვებისთვის და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ეხლა როგორც თქვი, ეს ჩვენთანაც ეგ სიტუაციაა, რომ აი რომ მიუშვათ ალბათ გავლენ ბოლოში ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ ნუ აი ესე ზომიერად გვაქვს განსაზღვრული და ნუ ძალიან მადლობელები ვართ ნიკოლოზ პირველ რიგში, რომ ძალიან გვერდში დაგვიდექით ჩვენ
ხო, ძალიან ხელი შეგვიწყვეთ ამაში და ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა. ну აი ახლა აქ ეს ზოგადად არა მარტო ჩვენ ბავშვებში იმოქმედა ამან რომ ესენი ხა თავიანთ სკოლებში რომ მიდიან ვამბობენ ამას კლასელებშიც ძალიან დიდი ინტერესი მოყვა რომ აი განსხვავებულია საერთოდ და ძალიან სახალისო ბავშვებისთვის ან ცოტა ხარიტებით წავედით საკმაოდ შორს გავედით და ну ეხლა რთულ ამოცანებსაც საკმაოდ კარგად უმკლავდებიან მე ეს რაც გაუგებარი აქ ერთმანეთში არჩევენ აი თითქმის არჩება ამოცანა ხა ჯერჯერობით სადაც ვართ გასული რომ აი რომელიღაცა მაინც არ გადაწყვიტოს და მე ერთი სამოხსნილს თვითონვე ვახსნევიებ სხვა ბავშვებთან და ნუ ძალიან კარგი ეფექტი აქვს ყველა მხრივ ძალიან კარგი ეფექტი აქვს და ძალიან მადლობლები ვართ ძალიან კარგი მადლობა მამანაზარ როგორც ვიცი თქვენგან გვესწრებიან ასევე გიორგი და დაცო და გიორგი და დაცო მეგონი თვითონ კონკრეტულად უკვე ბავშვებთან მუშაობენ ხო როგორც ვიცი კი მეც მუშაობ ბავშვებთან და გიო და დათო უკვე ახალციხეში ხო აჰა გასაგებია გიორგი დავით თქვენ ხო არ გაქვთ რაიმე რამაც ხო არ გააზიარეთ შემთხვევით და ოკეი მოგესალმებით დავითი ცახარი და დავითი გააკეთებს კომენტარს ოკეი გამარჯობა გესმით ჩემი ხმა კი ისმის დავით მოგესალმებით მადლობა რომ მომეცეთ საშუალება ჩემი აზრის დაფიქსირებისა და რა ვიცი როგორც წინა მასწავლებლებმა აღნიშნეს ზუსტად იგივე სიტუაცია არის ჩემთანაც ბავშვები რაც თავარია ძალიან დაინტერესდნენ თავიდანვე და ყველაზე კარგი ისაა რომ თამაშით და რაღაც პატარ-პატარა ეტაპებით გადიხარ ბოლოში იმ სირთულეებზე რაც რეალურად გვაქვს და ეს სერტიფიკატის სისტემა ძალიან კარგია იმიტომ რომ ბავშვებს გონიათ რომ რაღაც საფუძვლიან საკეთებენ ამი და საომავლოდ გამოადგებათ რა თქმა უნდა მე რაფერს ვერ დავამ რა ვიცი ბოლოს გვიჩვენებს ყველაფერი მე მგონია რომ ძალიან მაგრა დამთავრდება ეს დადასტურება ძალიან კარგი დიდი მადლობა დავით და მადლობა გიორგი კი მეც დავამატებ ანუ ზოგადად კიდევ ერთხელ ხო რა ანუ მადლობა რომ საერთოდ ამ პროექტში ჩავერთეთ და ესე რომ თქვა ამას ქონდა ახლა მამანაზარმა თქვა რომ ეფექტი ისეთი რომ მშობლების მხრიდან ბავშვების მხრიდან ჩვენ ახლა ახალციხეში გავაკეთეთ მე-6 კლასში მაგრამ უკვე თებერვლიდან ვფიქრობთ რომ დავამატებთ კიდე 3 კლასს ანუ ეს მე-3 მე-4 და მე-5 კლასის ბავშვები შესაბამისად ზოგადად ეფექტი იმის რომ ჩვენც ახლა განხრა გვაქვს ანუ ტექნიკური და მათემატიკური მიმართულება და ეს კიდევ უფრო ასე რომ ვთქვათ აღრმავებს იმ ინტერესებს და იმ ბავშვების დაინტერესებას რომ ასე რომ ვთქვათ ზოგადი განათლება ამ ტექნიკური მიმართულების არის უკვე მაღალ დონეზე და დარწმუნებული ვარ რომ ახლა ეს ასე რომ ვთქვათ ჩვენ გავაკეთებ პილოტურ რეჟიმში ანუ ნუ ახლა ჩავერთეთ ეს დეკემბერში ქონდა ასე რომ ვთქვათ დასაწყისი ახლა მაისამდე რა დროც გვაქვს ჩვენ ეს პილოტურ რეჟიმში ყველანაირად გაიტესტება რომ აი მომავალი წლიდან კიდევ უფრო სიღრმისეულად და კიდევ უფრო დაალაგებულად და კარგად ასე რომ ვთქვათ დავაორგანიზოთ იმიტომ რომ განსხვავება ისა გვაქვს რომ ხო ნუ ჩვენც ონლაინ ვატარებთ ამას და ბავშვების რაოდენობა გვაქვს დიდი შესაბამისად აქ უკვე სავარაუდოდ რაღაცა 1 თვის მერე 2 თვის მერე მოგვიწევს შესაძლებელია რომ ჯგუფების ან დაყოფა ან უფრო რაღაცა პროცესების ოპტიმიზაცია იმ კუთხით რომ კიდევ უფრო ასე რომ ვთქვათ ყველა იყოს ჩართული ამ პროცესში. ნუ ჯამურად ხო კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეფექტი დიდი აქვს სასიამოვნო არის დაინტერესებულები არიან ბავშვები და ჩვენც მათ შორის, იმიტომ რომ ხო კარგად არის აწყობილი ყველაფერი და ნუ გეგმიურად მიუყვებით და ნახოთ მე შემდგომ სავარაუდოდ კიდე წლის ბოლოსთვის გვექნება შეხვედრა, სადაც კიდე შევაჯამებთ რაღაცებს. ეხლა ჩვენი მოსაზრებებიც გვაქვს, ანუ რაღაცა კონკრეტულ შემთხვევებში იქ ტექნიკური საკითხების ნაწილში არის თუნდაც შეფასების მომენტი, თუნდაც იქ მაგალითად გააკეთა რაღაცა დავალება და შეცდომა ქონდა მე კიდე გამოასწორა. მოკლედ, მაგ ნაწილზეც, ანუ ჩვენი მხრიდანაც იქნება ფიდბექები ისეთი, რომელიც მე მგონი სისტემას კიდევ უფრო გაუმჯობესებს. ძალიან კარგი. მადლობა გიორგი.
გაიხარეს, მადლობა. ბატონო ნიკოლოზ, ერთსაც ვიტყვი თუ შეიძლება. კი. ანუ აი ხა ჩვენ ის ეფექტი მივიღეთ, რომ აი ხა მაგაზე თქვენთანაც ხო ვილაპარაკეთ, ვფიქრობდით თავიდან, რომ აი ონლაინ სწავლება რამდენად ეფექტური იქნება და აი ხლა რო უყურებთ, აი თითქმის 100%-იან შედეგს გვაძლევს. ძალიან მაგარი. იმიტომ რომ მასწავლებლისთვისაც ძალიან დიდი კომფორტია ესე კარგად დაალაგებული დავალებები სირთულეების მიხედვით, შეფასების სისტემა ესე კარგად აწყობილი და ნუ რეალურად დიდი ბერკეტი გვაქვს კონტროლის და დიდი კომფორტი გვაქვს დაალაგებული დავალებების მიცემის და ამოხსნის და ნუ ხა ბავშვებში ძალიან დიდი ინტერესი და ძალიან დიდი ხალისია, ხო ეს 10 მაგ სტიმულს გვაძლევს და ძალიან დიდ პერსპექტივას ვხედავთ ზოგადად. და უკვე ეხლა ვფიქრობ ჩვენ აკადემიაშიც მე-7 და მე-8 კლასშიც უნდა დავიწყოთ თებერვალში აუცილებლად. ძალიან კარგი. მადლობა მამანაზარ, მადლობა. კაუდა ნანას აქვს, მე მგონი მიკროფონზე ამიუცი და მე მგონი რაღაცის მაგინეთ, ხო? ეხ მოგესალმებით, ახალი სკოლის ხელმძღვანელი გახლავართ. ძალიან დიდი მადლობა, რომ რაღაც აი ამ დიდი ოჯახის წევრი გავხდით. ჩვენს მართლა მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ IT სპეციალისტი არ გახლავართ და არ ვასწავლი საგანს, ზოგადად ეს მიმართულება რომ პრიორიტეტულია, ვფიქრობ დღეს ყველა ძალიან კარგად ესმის. მაგრამ მე ცოტა სხვა კუთხითაც მინდა ამ საკითხს შევხედო. ზოგადი განათლების და ჩვენი მოსწავლეებისათვის იმ უნარებით აღჭურვა, რომელიც სკოლისთვის პრიორიტეტულია, ნამდვილად გვეხმარება თქვენ მიერ შემოთავაზებული გაკვეთილის გეგმები. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ჩემთვის, როგორც სკოლის ხელმძღვანელისთვის, როგორც პასუხისმგებლისთვის, ანუ განათლების ხარისხზე, როგორც მშობლისთვის, ამ კუთხით ჩემთვის ყველაზე ღირებული, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ის, რომ აბსოლუტურად ყველა გაკვეთილში თქვენ გაქვთ აქცენტი გაკეთებული რეფლექსიაზე. ანუ რა გააკეთეს მოსწავლეებმა გაკვეთილის განმავლობაში, ამა თუ იმ აქტივობას უნდა გაიაზრონ, უნდა მიუბრუნდნენ ამას. თუ ამას მართლაც რეალურად მასწავლებელი გააკეთებს ყველა გაკვეთილზე, მე მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება უდიდესი წარმატება ზოგადად თქვენი ამ საქმიანობის და საერთოდ თითოეული ჩვენგანის და დიდი მადლობა ამისათვის. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ სკოლაში ამას გააკეთეს მასწავლებელიც და მიყვება ბოლომდე. პირადად ჩემი და ზოგადად აი ჩვენი მიზანი რეალურად ეს არის, რომ აი რეფლექსია, გააზრება იმის, რას აკეთებს. ის გაკვეთილი იქნება ეს ამ კომპიუტერული ტექნოლოგიების თუ ნებისმიერი სხვა გაკვეთილის ხო მთავარი ეს არის და რომ გვაძლევთ ამის საშუალება და ამით ეხმარებით მოსწავლეებს, ეს მართლაც ძალიან ღირებულია. ძალიან დიდი მადლობა. აი ძალიან მიხარია, რომ სხვადასხვა რაკურსით ვახერხებთ ახლა ამ ყველაფერზე საუბარს. ერთი როგორც დირექტორი, რაღაც უფრო სხვა ღირებულებას ხედავთ, მეორე როგორც მასწავლებელი, კიდევ სხვა ღირებულებას ხედავთ და ეხლა მე რასაც ვაერთებ, რაღაც ძალიან კარგი სინერგია გამოდის და ყოველ მხრივ ძალიან ისეთია რა, კარგი კავშირები ჩანს და ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ კუთხითაც გაგვიზიარეთ. ბატონო ნანა. კი, ანუ გავაკეთე კონკრეტული აქცენტები ხა უკვე ითქვა და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მადლობთ. მადლობა ბატონო ნანა. ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება მეც ჩაგერთვებით 1-2 სიტყვით. გამოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. მე ვარ სკოლალიციონ პრომეთეს წარმომადგენელი, ბოდიშით ვერ გერთვებით, ტელეფონის ინტერნეტით ვარ და გამიჭედავს და თუ შეიძლება რომ ასე ვისაუბრო. სკოლალიციონ პრომეთეს კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ვარ. ჩვენი შეხვედრა, მე ბატონი ირაკლი და მარიამის ჩვენი შეხვედრა, ანუ სკოლაში როდესაც მოგზავნე, შემოგთავაზეს ეს პლატფორმა, არსებობდა პროგრამირების შემსწავლელი, რომელიც თამაშზე დაფუძნებული პლატფორმა არის და ძალიან ინტერესი გამოიწვია ყველანაირად. ანუ შემოგთავაზეს სრული პაკეტი, ასე ვთქვათ, ეს არის კურიკულუმებიდან დაწყებული ვიდეო გაკვეთილებით, რომელიც ქართულად დადგმია და ყველაფერი და ყველანაირად 24 საათიანი მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, ტექნიკური მხარდაჭერა. ამან გამოიწვია ჯერ, ასე ვთქვათ, ინტერესი. შემდეგ უკვე, ანუ მასწავლებელისთვის ძალიან ძნელი ახალი რაღაცის დაწყება, როცა არ იცი, ასე მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მე როგორც პედაგოგი, ჩემი კუთხით საუბრობ ჯერ. შემდეგ უკვე ეს ყველაფერი რომ განსაზღვრეთ, ჩამოვაყალიბეთ, შევიტანეთ მხოლოდ ერთ კლასში, ჯერჯერობით, მესამე კლასში.
და რაც შეეხება მოსწავლეებს, ეს იყო იმათთვის პირველი, მანამდე მსგავსი არაფერი ქონიათ ნასწავლი და ეს იყო რაღაცა აღფრთოვანება აღარ. იმიტომ რომ იმდენი რაღაც შეძლეს ბავშვებმა, რომ ანუ ერთი და იგივე კოდის წერა, რომ სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვანაირად მეუბნებოდა და აი თვითონვე პოულობდნენ, ანუ მე ერთ მიმართულებას ვეუბნებოდი თუ ვერ აკეთებდნენ და სხვა მიმართულებით წერდა, თვითონვე აღფრთოვანებულები იყვნენ და მეც კი გამიკვირდა, ანუ მესამე კლასელებმა შეხება რომ არ ქონდათ, ასე მარტივად მოახერხეს, ასე ვთქვათ. განსაკუთრებით ჩემთვის კიდევ ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ვირტუალური საკლასო ოთახი და ეს ვიზუალურად თვითონვე ხედავდნენ ბავშვების შეფასებას, როგორ გააკეთა და შეასრულა და აი ესე ძალიან საინტერესო იყო ბავშვებისთვის, აინტერესებთ შედეგი, აინტერესებთ მაშინვე. აი ეს არის ამ თაობისთვის, ასე ვთქვათ და კი, აუცილებლად და მაშინვე ხედავდნენ ეკრანზე უხსნიდი, ვინ როგორ გააკეთა და უბრუნდებოდნენ და ცდილობდნენ რომ უკვე კარგად შეესრულებინათ გაკვეთილზევე. განსაკუთრებით კიდევ აღფრთოვანება გამოიწვია სერტიფიკატები რომ გადაუგზავნე, თვითონ ექონათ გვერდზე, მაგრამ მე თვითონ ჩამოუჭირთე, გაუგზავნე ყველა სათითაოდ და ეს რაღაც აღფრთოვანება გამოიწვია რომ თავიანთი სახელი და გვარი ეწერა, იღებენ სხვა რაღაცებში მონაწილეობას კინგსი და ევერესტზე, მაგრამ ამაშიც რომ მიიღეს ძალიან სიხარული გამოიწვია, ასე ვთქვა და ძალიან მოსწონთ. ჩვენ გაკვეთილ გამოტოვებით ჩავთეთ, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით, იმიტომ სხვა პროგრამაც რომ გავიაროთ და ელოდებიან იმ გაკვეთილს, როდის გვექნება Code Monkey-ს გაკვეთილი, ასე ვთქვათ და მიხარია, რომ ასევე უკვე ამ ასაკშივე უფლებიან პროგრამირების რაღაცა საწყის ელემენტებს და ალგორითმიც კარგად განსაზღვრეთ. ალგორითმი ცხოვრების ყველა ეტაპზე გვჭირდება და ყველა ნაბიჯის გადადგმაში, ასე ვთქვათ, უფროსებსაც და ძალიან აღფრთოვანებულები არიან და მადლობა თქვენ. რა თქმა უნდა, შემდეგი წლიდან ვაპირებთ კიდევ მეოთხე, მეხუთე კლასში, მეექვსე კლასში ჩასმას, ასე ვთქვათ, დაწყებით საფეხურსრულად გვინდა რომ მოვიცვათ, მაგრამ ჯერჯერობით მესამე კლასში მაყოფილები არიან ჩემი მოსწავლეები. და მადლობა თქვენ ასეთი შემოთავაზებისთვის და ყველა წარმატებებს გისურვებთ კიდევ კოლეგებო. გაიხარეთ. მადლობა ქალბატონებინა, დამიხარია, თუ ესეთი ერთი მეორზე უკეთესი ფიდბექები რომ მოდის, დამიხარია. მე როგორც ნახე, თვითონ სკოლის დირექტორი ბატონ შაბათს გვესწრება მე მგონი და საბათ თუ აქ ხართ ერთი ორი სხვა რო გითხრათ, თქვენ რამაინც დირექტორის მხრიდანაც საინტერესო იქნება კიდე მოსმენა, აი როგორც ამ გუზიარა, ქალბატონ მანანამ, თუ აქ ხართ და თუ შეგიძლიათ, სიამოვნებით მოგისმენთ. ეთყობა არა, ესრება საბა, კი, ესრება ბატონი საბა. კი, მე ვიცი რომ ესრება. ხო, კარგი, მაშინ ტექნიკური პრობლემა. აქ არა, ბატონ ნიკოლას. გამარჯობა, ბატონ საბა. ერთი ორი სიტყვით თქვენს რო გითხრათ, მაინც დირექტორის მხრიდან დაახული კიდე რაღაც საინტერესო იქნება, ხო, რაღაც ქალბატონს რაღაც საინტერესო პოინტები გითხრათ და თქვენს რო გაგვიზიაროთ ერთი ორი. კი, ბატონო. კი. პირველ რიგში მადლობა დღევანდელი შეხვედრისთვის. მეორე რიგში შევეხები უშუალოდ პლატფორმას. ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ ყოველთვის მინდოდა რომ სასწავლო პროცესში, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებს შეხება ქონოდათ პროგრამირების ისეთ საფუძვლებთან, როგორც უფრო დახვეწილი იქნებოდა ვიდრე შემოთავაზებული სხვა ვარიანტები. და ზოგადად ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ გესმით ჩემი ხმა? კი, ისმის საბა. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ გამომდინარე იქიდან, რომ მომავალი 21 საუკუნეში ეთმობა ციფრულ ტექნოლოგიებს, პროგრამირებას და ბავშვებისთვის, რომელიც დაწყებით საფეხურზე არიან და ეხლა სწავლობენ ყველა იმ უნარს, რომელიც მათ დასჭირდებათ 12 წლის შემდეგ, როდესაც შრომის ბაზარზე გავლენ, ისინი მზად უნდა იყვნენ ყველა იმ გამოწვევისთვის, რასაც მათ ასე ვთქვათ, გარემოცვა დაახვედრებთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ თანამშრომლობა ამ ნაწილში და პირადად მე, რასაც ვუყურებ ბავშვებს, არაერთხელ ყოფილ ვარ მეც Code Monkey-ს გაკვეთილზე, რასაც ვატყობ ბავშვებისთვის ეს არის ძალიან კარგი გონების სავარჯიშო და იმ მიზნებს, რასაც თქვენ პრეზენტაციაში ჩაშალეთ, ყველაფერი ძალიან კარგად ასრულებს. და მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. ერთი რაც არის კიდე
მუდმივად დავამონიტორინგოთ საგაკვეთილო პროცესი, გავაუმჯობესოთ საგაკვეთილო გეგმებს, კარგად გადავავლოთ თვალი, რომ აი ეს მიწოდებული ინფორმაცია, მე ვფიქრობ, რომ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რომ ის როგორ მივაწვდით მოსწავლეს, ეს მოსწავლემ შეიძლება აღიქვას როგორც მხოლოდ თამაშად და ასევე აღიქვას როგორც თამაშთან ერთად პლუს იმ უნარჩვევების მიმღებ საშუალებად, რომ რაც აქვს ამ პლატფორმას მიზნად, ხო? ამიტომ ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მივაწვდით ამ ყველაფერს და ამისთვისაც ძალიან კარგი რესურსები გაქვთ და შემოთავაზებული. პირადად მე ვარ გაცნობილი ძალიან ბევრ საგაკვეთილო გეგმას და მოკლედ წინწებისკენ წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს. დიდი მადლობა, ბატონო საბა, დიდი მადლობა. აკადემოსის წარმომადგენელი არის დაჩი ქსელიშვილი, მე მგონი ერთ წუთით წერა მომხდარ. დიახ, ახლა. და გამარჯობა დაჩი როგორ ხარ? მოგესალმებით. კარგად ჩვენივრად, ძალიან საინტერესო იყო სხვების აზრი, გავითვალისწინებ რაღაცეებს. ეგეც რო გითხრა. კი, დაემთხვა, საკმაოდ დაემთხვა, კი, საკმაოდ დაემთხვა. ერთ რაღაცას დავამატებდი, რაც არ ვლაპარაკე არავის. ჩემი პირადი მიზანი იყო ერთ-ერთი რაღაც ავიჩემი ასე რომ ვთქვათ, რომ ბავშვებში ვატარო პატარ-პატარა შეჯიბრებებს. აი, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, რაღაც კურსის გავლის შემდეგ, ვცდილობ, რომ შემდეგ კურსზე გადავიყვანო, გაკვეთილზე ავხსნი ამ კურსს, ხოლო შემდეგ უკვე რაღაც გარკვეული დროის შემდეგ ამ კურსს დავაბრუნებ მათ და ვაკეთებ ასე პატარა შეჯიბრებას, რომ გავახსენო მათ თუ რა გაიარეს და ეს ასევე მათ ეხმარებათ იმაში, რომ უფრო კარგად გაიაზრონ რა გააკეთეს და როგორ გააკეთეს. როდესაც უკვე დრო ერთვებათ, როდესაც უკვე სხვასაც უყურებენ და როდესაც უკვე ყველა ერთი დონიდან იწყებს შეჯიბრებას, უკვე იქ სხვანაირად აზროვნებენ, ფიქრობენ, რომ ეს უფრო სწრაფად უნდა გავიარო, ეს უფრო კარგად უნდა გავაკეთო და ეს ძალიან ეხმარებოდა მათ, რომ უფრო ჩართულები ყოფილიყვნენ და უფრო აზარტულებიც ყოფილიყვნენ, ასე რომ ვთქვათ. რაც შეეხება საგაკვეთილო პროცესს, ეს ძალიან ისეთი იყო, თამაშით ვიდიოდნენ მართლა, ძალიან ხალისობდნენ. როდესაც მოდიოდნენ ყოველთვის კომპიუტერებს ოთახში, იძახოდნენ რომ code monkey ჩავრთოთ, შევიყვანოთ, ვითამაშოთ და ეს პირიქით ჩემთვისაც ძალიან მარტივი იყო, როდესაც მათ ასეთი мотиваცია ჰქონდათ და რა თქმა უნდა ამ პროგრამის გამოყენება მიზანშეწონილი იქნება ნებისმიერ სკოლაში და შესაძლებელია რომ ნებისმიერ მასწავლებლმა მარტივად აითვისოს ეს კურსები, ეს ყველაფერი, ეს პროგრამა და გაუზიაროს ეს თავისი ცოდნა უკვე მოსწავლეებს. ძალიან დიდი მადლობა დაჩი, არ ვიცი და თითოეულ თქვენი ეგეთ ფიდბექის მოსმენის მერე რა უფრო ამაპირა რა ცოტა მაგდები. დიდი მადლობა ყველას. ქაუტონ ნონა მოიწერა, სკოლა კანდიდის წარმომადგენელია, ქაუტონ ნონა. და მოგწერა, ჩეცი მოგწერა ვისაც არ გინახო, მაინც დავიკითხავ, რომ კანდიდის ის პედაგოგია ძალიან დიდი მადლობელია, რომ ჩაერთო ამ პროგრამაში და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში ამ პლატფორმამო, დიდი მონდომებით და სიხარულით ასრულებენ დავალებებს და ჯერჯერობით მხოლოდ 2 კლასში შევიტანეთ პროგრამაო, გვაქვს საპილოტე დაგვაქვს გაშვებული და სამომავლოდ აუცილებლად დაიგეგმა ყველა კლასშიო, ბავშვებმა კარგად გაიაზრეს, რომ რა არის ალგორითმიო და ძალიან დიდი მადლობა ხარდაჭერისთვის და მადლობა ქაუტონონა რომ გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებაც. მე მგონი კიდევ არის ამბროსი ხელაიას სკოლიდან ქაუტონ დიანა არის ვაფშე შემოსული. ქაუტონ დიანა აქ ხარ? ხო, კი არის შემოსული. კარგი, შეიძლება ვერ ახერხებ. ქაუტონ მაკა ან გივი ხო არ ხართ შემოსული შემთხვევით სადუნის სკოლიდან? გამარჯობა, მოგესალმებით. სადუნიდან მაკა ვარ, რაზმაძე. გამარჯობა, ქაუტონ მაკა. როგორ გძანდება? უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. მე და თქვენ კი ვისაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით, ძირითადად მეორე კლასებში ვქონდა წელს შეტანილი და საკმაოდ დიდი ინტერესით მოეკიდნენ ბავშვები ამ ყველაფერს. მე თვითონ პროცესში ნაკლებად ვიყავი ჩართული, რადგან ინფორმატიკის პედაგოგს მიყავდა ეს საგანი. ჩვენთან სკოლაში დანერგილია ინფორმატიკა, ვასწავლით
ყველა საფეხურზე მე-11 კლასის ჩათვლით და პროგრამირება გვაქვს როგორც საგანი, ასე შეტანილი STEAM ოლიმპიადებშიც ვიღებთ მონაწილეობას და თუ კი ეს დაწყებითი კლასიდან დაინერგება და აი ამ ბლოკურ პროგრამირებას, ტექსტებით, კოდების წერას და ასე შემდეგ ბავშვები დაწყებითი საფეხურიდან მიეჩვევიან, მაღალ კლასებში გაცილებით მარტივი იქნება მათთვის უკვე პროგრამირების სხვა ენების შესწავლა და ამდენად ძალიან კმაყოფილები ვართ და მიხარია რომ გაგიცანით, ჩავერთეთ ამ პროგრამაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. დიდი მადლობა ქაუტონო მაკარას, სხვათა შორის შემოხვდა თქვენ ბავშვების წარმატება და გილოცავთ ერთ-ერთ თემის იმაში, რაც სერტიფიკატების მედლებით მოიპოვეს მე რაც ნახე და გილოცავთ და მართლა საამაყოა ნამდვილად არ ბორმესი მადლობა. მადლობა. ირმა ქობულაშვილს მინდა ვთხოვო ქართულ ამერიკული სკოლის და წარმომადგენელია ირმა თუ აი გამარჯობა ქაუტონელმა მოგესალმებით მოგე ძალიან მიხარია თქვენს გუნდში რომ მოვხვდი ზოგადად ძალიან მინდოდა და რაღაც პატარა უფასო ვერსიები ვნახე და ის შემქონდა ხოლმე საგაკვეთილო პროცესში თუმცა ამხელა ასეთი უზარმაზარი რესურსები თუ ქონდა ამ პლატფორმას ნამდვილად არ მეგონა მე მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს ვუყურებდი ხოლმე თუმცა იმითაც მოხიბლული ვიყავი მომწონდა ის რომ მოსწავლე მარტივიდან რთულისკენ მიდიოდა და ნელ-ნელა ივითარებდა სააზროვნო უნარებს ზოგადად ფაქტობრივი ცოდნა მიმაჩნია რომ დღეს უკვე ძალიან ანუ ქვედა დონეზე ჩადის და სააზროვნო უნარები არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიხარია რომ ეს პლატფორმა ზუსტად აი ამ სააზროვნო უნარებზე არის გათვლილი მოსწავლე რჩება პირისპირ საკუთარ გონებასთან ასე ვთქვათ და ცდილობს რომ ეს პატარ-პატარა დავალებები თავსატეხები დამოუკიდებლად გადაჭრას და აი მგონია რომ ზუსტად აი ეს საუკუნეა ბავშვებისთვის დღეს განსაკუთრებით შევეცადე რომ ეს რაღაცა ნაწილი გამომეტოვებინა უფროსი კლასელებისთვის და პირდაპირ აი digital citizenship-ზე გადამეყვანა და აი აღფრთოვანებული ვარ იმით რომ როცა მინდოდა ციფრული წიგნიერების თემაზე შემეტანა რესურსები ბავშვებისთვის ხან სად მივედებოდი, ხან რას მივედებოდი, ნუ 1000 რაღაცას დავრბოდი 1000 საიტზე რომ შემეგროვებინა ეს ინფორმაცია და აქ მომწონს ის რომ აი ყველაფერი არის თავმოყრილი ზედმიწევნით კარგად ეტაპობრივად არის და აღარ მჭირდება 10 პლატფორმის საიტზე ძებნა ყველაფერი არის ერთ სივრცეში მე-6 კლასელებში აი ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და ისეთი სიწყნარე იყო კლასში რომ ვიფიქრე ხო არ დაეძინათ ბავშვებს თქო ჩართულები იყვნენ კითხულობდნენ და მე ამ კითხვის შემდეგ თვითონვე სცემდნენ აი ამ დავალებებს პასუხს აი არ ვიცი ძალიან მომწონს ჯერ ერთი რომ ენა იციან კარგად და ამ ენის პრაქტიკაში გამოყენება მე თვითონაც გავოცდი იქ იმდენი ტერმინია სპეციფიური რომ ვიფიქრე რომ თუ ახსნის გარეშე როგორ უნდა გაიგონ თქო თუმცა ნუ მშვენივრად გაიგეს და მიხარია დღეს დავტესტე ახალი smart data შევიძინეთ სკოლაში და პატარები ავიყვანე ბიბლიოთეკის ოთახში და ჩავუტარე ამ smart data-სთან გაკვეთილი. თვითონ რომ აიღეს ეს ჭხირი და ესე გადაადგილებდნენ ამ ბლოკებს და ხსნიდნენ თავსატეხებს და თან ამ მუსიკით ფონზე, აი რაღაცა ის იყო რა, ასე ვთქვათ, ღია გაკვეთილებს რო ვატარებთ ხოლმე სკოლაში და მშობლებს რო ვიწვევთ ხოლმე, დაახლოებით აი მაგ დონეზე კიდე უკეთესი გამოვიდა რეალურად. ძალიან მაგარია. და ყველას უნდოდა დაფაზე გამოვარდნა და რაღაცა თავისი რა ქვია, თავსატეხის ამოხსნა. და საინტერესო იყო ძალიან. იმის იქით კიდევ აღარ გადავსულვართ ახლა ეს პითონი და ამბები, თუმცა აი იმდენად კარგია რომ ანუ მე თვითონაც არ ვარ ჯერ ბოლომდე იმ სიღრმეებში გასული და უკვე იმდენად მაინტერესებს რომ ცვლი მაქვს იქითაც როდის გადავივლი. ასე რომ ძალიან კმაყოფილები ვარ. მე მგონი დამალე გადახვალთ. ხო, ჩვენ მეორე სემესტრიდან დავიწყეთ რეალურად, იმიტომ რომ იქ ბევრი რაღაც ქონდა და მოსამთავრებელი. და ისე ეჩქარებათ და მეც არ მინდა რომ შეუნელო ტემპი.
რატო აი ვერ ხვდები რატო გავაჩერო. სადამდეც შეუძლიათ რომ წავიდნენ, წავიდნენ. ის რატომაც იმხელა, ხო, იქ იმხელა რამე, იმდენი რამეა, რომ და ვიცი, ანუ გააკეთონ. კი ბატონო. მადლობა ილმა, მადლობა, ძალიან კარგია რომ მართლა რაღაცა სწორ და ისეთ ფიდბექებს ვისმენთ და მართლა ხო, და კიდევ მომწონს ის, რომ ანუ მასწავლებელს არ ეშინია იმის, რომ ახალი შეიტანოს, როცა 24 საათი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მასწავლებელთვის ძალიან დიდი мотиваცია. სხვა შემთხვევაში ყველა უკან დაიხევს და იფიქრებს, რომ ეს რაღაცა ახალი ჩელენჯებისთვის დრო და რაღაცის ენერგიის დახარჯვა შეიძლება საშიში იყოს. და თქვენი მხრიდან ესეთი ღიაობა აძლევს სწორედ მე მგონი ბევრ მასწავლებელს мотиваციას იმისა, რომ ახალი შეიტანოს საგაკვეთილო სფეროში. ესე ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა ილმა, კი ამაზე ვიტყვი, რომ დიდო სკოლას ყავს ჩვენი მხრიდან, ჩვენი თანამშრომელი ესწრება შეხვედრაზეც, მარიამი არის გამოყოფილი account manager-ი და თვითონ სკოლასთან არის დაწებული რაღაცა კითხვასთან, რაღაცა შეხვედრაზე, ან არის ნებისმიერ რამე რომელიც შეიძლება გამოიკვეთოს მათ შორის ბუღალტერთან თუ არის საჭირო კონტაქტი, მარიამი არის თავიდან ბოლომდე ჩართული და კონკრეტულად account manager-ია და პასუხისმგებლობას აქვს აღებული ძალიან თავიდან ბოლომდე სკოლასთან და არა მარტო მას, რა თქმა უნდა, მეც ხშირად მოგწონდა კვეთა მასწავლებლებთან და რა ვთქვა, ავტონომიურად თქვენთან რამდენიმეჯერ ვისაუბრია და გავგვიგე რაღაც თემები. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიაზრებთ, რომ ახალი პროდუქტია და სანამ ინერცია აიკრიფება, მნიშვნელოვანია, კიდე 100 ჯერ უფრო მნიშვნელოვანია გვერდში დგომა. მე რა თქმა უნდა, თვითონ მასწავლებლებს გვერდში უდგან ხოლმე და ესეც ფაქტიურად ეს ერთ-ერთი საწყისი პირველი სემინარია ამისი, რომ გაცნობა ერთმანეთთან, მაგრამ დათქმებული ვარ, რომ ჩვენი მხარდაჭერა არასდროს არ შენელდება პირიქით თუ გვერდში დაგიდგებით ხოლმე. ეს პოსტერები ძალიან მომეწონა, ზოგადად კარგი იქნება ამ პოსტერებს ეს დავბეჭდავდი. იმიტომ რომ პოსტერებით გაკვეთილის ახსნა ძალიან ამარტივებს. კი. მაგით ვაქვს, რომ იდეაში კლასში უნდა გაიკრას და იქ კონკრეტული ის არის და ძალიან კარგია და ვიზუალურად ამახსოვდებათ. მადლობა. მადლობა. ანა ლომიძე მოიწერა, კერძო სკოლა ხერხემისის მასწავლებელია და მესამე-მეოთხე კლასშიო გამოიყენა უფასო ვერსია Hour of Code-ის ჩატარების დროს და ძალიან ისეთი კარგი და დადებითი ფიდბექით მოიწერა და მადლობა და Hour of Code-ის ჩატარებისთვის და მისთვის რომ Code-Max პლატფორმა გამოიყენა. არ ვიცი ვინმე თუ დარჩა ჩვენი პარტნიორი, რომელსაც არ უთქვამს რაიმე და სურვილი აქვს მის შეგიძლია თქვა, იმიტომ რომ მე თვითონ ახლა რო ვყურებ, თვითონ ვერ ვხედავ და არ თუ ვინმე ხარ და ვინმეს კიდე გინდათ რაიმეს გაზიარება, ან ვინმეს რაიმეს შეკითხვა ხო არ გაგიჩნდათ შემთხვევით სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები ხართ თქვენ, რომლებთან ჯერჯერობით ყველასთან ალპარტნიორობთ, ხო და ვინმეს თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, იკითხეთ, თუ არა გადავიდეთ. შეიძლება. კი. თუ შეიძლება ორიოდე სიტყვას ვეთქვი. მოგესალმებით ბათუმიდან, მე გახლავართ სკოლა განათლების დირექტორი, სამწუხაროდ ობიექტური მიზეზების გამო დღევანდელ შეხვედრას ვერ ესწერება ჩემი ისტის მასწავლებელი. ჩვენც მოვიპოვეთ სერტიფიკატი და მესამე კლასში ვიყენებთ პლატფორმას. Code-Monkey-ის პლატფორმას. მინდა გითხრათ, რომ შედეგი ძალიან კარგია, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩაბმულები, ძალიან ხალისიანად ინტერესით ასრულებენ ყველა დავალებას. უხარიათ, როცა შედეგზე გადიან და მოუთმენლეთელიან ყოველთვის ყოველ გაკვეთილს. მე აქტიურად ვარ ჩართული, ხშირად ვესწრები მასწავლებელს. საოცრად კარგად მიყავს ეს კურსი და თუ კი რაიმე შეკითხვა გვაქვს, ძალიან ხშირად ვუკავშირდებით ქალბატონ მარიამს და აქვე მინდა მას მადლობა გადაუხადო აქტიური თანამშრომლობისათვის. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ მოგვეცა საშუალება, რომ გამოგვეყენებინა ეს პლატფორმა 21 საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანი არის. განივითარონ მოსწავლეებმა ახალი უნარები პროგრამირებისა და ციფრული ტექნოლოგიების კუთხით და უღრმესი მადლობა, რომ თქვენ მოგვეცით ამის საშუალება. გადაწყვეტილი გვაქვს წელს თუ მესამე კლასს ვასწავლეთ, მომავალში გავაგრძელოთ კიდე და რამდენიმე კლასში დავნერგოთ. იმიტომ შედეგით თუ ვიმშელებთ,
დაინტერესება დიდია და შედეგიც კარგია. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა მოწვევისათვის და ყველაფრისათვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა ქალბატონო. გაიხარეთ. გაიხარეთ. კარგი, პრინციპში მე მგონი აღარავინ აღარ დარჩა ჩვენი სკოლის ჩვენი პარტნიორის სკოლებიდან თუ ოფისები მაინც ვუყურებთ. შეიძლება რომ 1-2 სიტყვის ჩაგერთოთ? კი, ანა, კი, მადლობა, კომენტარი ნახეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, გითხრათ. სურვილი გამიჩნდა რომ მეც მეთქვა, აი უღრმესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, აი ეს კოდის 1 საათი აი როგორ გითხრათ, მე თან დამწყები ის მასწავლებელი ვარ, დამწყები ვარ და აი ეს რაღაცა ეს ახალი იყო ბავშვებისთვის, აი ძალიან მოეწონათ და ისეთი კმაყოფილები არიან, ელოდებიან ესეთი ციმციმა თვალებით რომ ხვდებიან რომ მასწავლებელო ვითამაშებთ, ეხლა ვითამაშებთ და ამ თამაში რომ აი ეს განივითარეს და მიხვდნენ რომ აი თვითონ არიან ამ კოდის დამწერლები, ანუ თვითონ წერენ ამ კოდს და არ ვიცი ხა მე თქვენ როგორ გქონდათ და ბავშვებს გაეხარდათ სხვათა შორის რა იცით? აი არასწორი მხარეს წაიყვანეს მაიმუნი და იქ აი ეს ფონი რო გამოუჩნდათ და სხვა მხარეს რო წამოვიდნენ, აი ამაზე ხო საერთოდ გაგიჟდნენ რომ აუ ნახე აქეთკენაც რა ხდება თურმე და აი ესეთ რაღაც ძალიან ისეთი სპეციალურად ზოგიერთი სპეციალურად უშვებს შეცდომებს, რომ აი იქითკენ აინტერესებთ რა ხდება, სად წავა მაიმუნი და რას გააკეთებს. აი არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ან მე გავაცანით ჩვენი სკოლის დირექტორსაც ეს პლატფორმა ამის შესახებ მოუყევი და ვფიქრობ, რომ ანუ ვითანამშრომლებთ და გვექნება ამის საშუალება, რომ უკეთესი და უკეთესად დავნერგოთ ეს, აი იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა ბავშვებში, რომ აი არ ვიცი, ეს რო არ გამოვიყენოთ, ვფიქრობ, არ შეიძლება. გაიხარეთ. მადლობა. აი ენთუზიაზმით არიან ბავშვები და აი ასე ვფიქრობ, რომ აი ეს მონდომება არ უნდა ჩაუკლათ. და აი თუნდაც ის რომ აი გადიან ბოლოში კი ამ ერთ გაკვეთილზე გავიდნენ დაამთავრეს ერთი, ანუ არ მივეცი მეორეზე გადასვლის უფლება, მაგრამ რომ მართლა მიცეს საშუალება შეიძლება გავიდნენ და დახვდნენ სუნთლიანად. ძალიან მაგარია. მადლობა. მადლობა დიდი თქვენც. გაიხარეთ. მე მგონი დიანა შემოგვიერთდა ბიოლია. დიანა, თუ აქ ხართ თქვენ ერთ-ერთ თქვენს ვითხარით და გადავალთ უკვე შემდეგ ეტაპზე. თუ აქ ხართ, რა თქმა უნდა. ოლიკო, გისმენთ ოლიკო? მეგობრებო, გამარჯობა. აი არ შემეძლო არ მეთქვა რამდენიმე რაღაც ჩემი კომპლიმენტი, ჩემი ძვირფასი კოლეგებისადმი. მოგეხსენებათ, რა ვიცი, 4 წელია მგონი ჩართული ვარ ამ პროცესებში, როდესაც პირველად გამოჩნდა ზოგადად პროგრამირება ამ ტექნოლოგიების სტანდარტში და ეხლა ისე მიხარდა ხოლმე თქვენი მოსმენა, რომ აი არ ვიცი, რაღაც ძალიან ემოციებით ავივსე მეც და ძალიან მიხარია, რომ ესეთი, ასე ვთქვათ, გამართული პლატფორმა შემოვიდა, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტებზე გავდივართ. ძალიან მიხარია ესეთი სწორი მიდგომა და დამოკიდებულება ზოგადად ახალი ტექნოლოგიების მიმართ, იმიტომ რომ მასწავლებლის სწორ ხედვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ჩვენც შემდეგ სწორად მივიტანოთ მოსწავლეებამდე, იგივე მშობლებამდე, იმიტომ რომ რატომღაც შესაძლოა ბევრი მშობელი ჯერ კიდევ ვერ იაზრებს სწორი კუთხით, ან უბრალოდ ვერ ხედავს სწორი კუთხით, როგორ უნდა დააინტერესოს მოსწავლე და ბავშვი და რაღაცნაირად თითქოს ეშინიათ, ხო, ამ ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების. აი პროგრამირება და ზოგადად კომპიუტერული ტექნოლოგიები ზუსტად იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ დავანახოთ ღირებულება და ბავშვებს ვასწავლოთ ტექნოლოგიების სწორი გამოყენება. რაც შეეხება პროგრამირებას, აი ყველაზე ძალიან ჩემთვის როგორც ერთ-ერთი მასწავლებლისთვის ის არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვები სწავლობენ ამ ლოგიკურ, ანალიტიკურ და ალგორითმულ აზროვნებას. ანუ რეალურად ის, რაც თითოეული სკოლის მიზანი უნდა იყოს და ზოგადად ეროვნულ მიზნებში გვიწერია, რომ ბავშვები გავიყვანოთ მაღალ სააზროვნო უნარებზე, სწორედ ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ასე რომ თვითონ ციფრული წიგნიერების მიმართულებაც არის ძალიან კარგი CodeMonkey-ში, ასევე ძალიან კარგია ის, რომ ყოველთვის ახალი კურსები ემატება, მაგალითად ეხლა უკვე ხელმისაწვდომია ხელოვნური ინტელექტის კურსი და მეგობრებო შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენს თუ დაინტერესდებით და ალბათ დამატებითი კითხვებისთვის ისევ CodeMonkey-ს მიმართავთ.
რომ აი ესეთი სიახლეები და ინოვაციები დაინერგოს და სწორად დაინახონ. აი თუნდაც ხელოვნური ინტელექტის მიმართაც ძალიან ბევრი რაღაც სტერეოტიპი არსებობს ეხლაც და თითქოს ეშინიათ, ხო? ან რაღაცა შაანაცვლობს ან ასე შემდეგ. აქაც მნიშვნელოვანია, რომ აი სწორად დავანახოთ, სწორი გამოყენება ისწავლონ, ხო? ბავშვებმა თუნდაც ამ ხელოვნური ინტელექტის, რომ ისევ სიძლიერეთ გარდაქმნან ეს ყოველივე. ასე რომ არ ვიცი, მეც სიამაყით ვივსებოდი, ნამდვილად როდესაც გისმენდით და მიხარია, რომ ეს ერთი რთული კონცეფციები, როგორიც არის პროგრამირება, ესე ხალისით და თამაშით ინერგება. აი ზუსტად ეს არის მთავარი ღირებულება ამ პლატფორმის, რომ როდესაც თამაშით სწავლებაზეა დაფუძნებული ესა თუ ის საგანმანათლებლო მეთოდი. ამ შემთხვევაში იმ საკმაოდ კომპლექსური მიზნის მიღწევაც საკმაოდ მარტივი ხდება და ეს არის ძალიან სახალისო ყველასთვის და აი შეფასების სისტემაც არის დამატებითი мотиваცია მოსწავლეებისთვის. ასე რომ მეგობრებო, წარმატებას გისურვებთ თქვენ ყველას. მიხარია ესეთი პროგრესული სკოლების და პედაგოგების არსებობა ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, აი ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ თქვენ ამ ჩვენი, ასე ვთქვათ, ადამიანური კაპიტალის შენებაში და მადლობა ნიკას და ზოგადად CodeMonkey Georgia-ს ესეთი ინოვაციებისთვის. წარმატებები. გაიხარე, დიდი მადლობა. დამუშნელოვანია მართლა ის რასაც ვაკეთებთ რა, თითოეულ თქვენთაგანი რასაც აკეთებთ და ჩვენ როგორც რომ ვცდილობთ მაქსიმალურ გვერდში დავიდგეთ, რომ კიდევ უკეთესი და უკეთესი რაღაცები, პლატფორმები, ვიდეო გაკვეთილები ქართულად, საგაკვეთილო გეგმები ქართულად თუ რა შემოგთავაზოთ, რომ კიდევ უფრო გაგიმარტივდეთ და ღირებულებად კიდევ უფრო მეტი შექმნა საბოლოო ჯამში. მადლობა ოლიკო და მადლობა ყველას. ეხლა გავაკეთოთ პატარა ჩელენჯები, ზოგადად ტრადიცია გვაქვს ფაქტიურად, რომ სემინარის მერე ხოლმე რაღაც ეს ორი სკოლა იწერება ხოლმე რაღაც პასუხს და ვინც მოიგებს რაღაცა ლიცენზიას გადავცემთ ხოლმე უფასოდ, რომ აი გატესტონ და ასე შემდეგ და დაიწყონ თავისით გამოყენება. პრინციპი დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა ჩვენთან სემინარზე არიან ესეთი სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან დღეს ჩვენთან პარტნიორები. ამიტომ ძირითადად ეს ჩელენჯი მათთვის იქნება. ანუ ორი კითხვა გამოჩნდება და 4 სავარაუდო პასუხი არის. ისეთ კითხვები, რომლებიც იდეაში გავიარეთ უკვე ჩვენ ეს რაღაცა ისეთ კითხვა არ არის. სამჭირელი კითხვები არ გვაქვს პირიქით. გავიარეთ და პასუხები ვიცით უკვე რომ დაგწებული ვარ. სწორი კითხვა შეგიძლიათ, რომ Zoom-ის მიტინგის ჩატში მოიწეროთ და ეს ჩატი მაინც თუ გინდათ ეხლავე რამე მოიწერეთ, რომ გატესტოთ და თქვენ დაწუნდეთ, რომ ეს ჩატი მუშაობს ნამდვილად და გამარჯვებული გახდება იმ კერძო სკოლის წარმომადგენელი, რომელიც პირველი მოიწერება სწორ პასუხს და თითოეული კერძო სკოლიდან არ ვიცი რამდენიც ხართ წარმოდგენილები არ აქვს მნიშვნელობა ძალიან კარგი რაც იმით უკეთესი, მაგრამ ნუ ერთი სკოლა გახდება გამარჯვებული და თვითონ მონაწილისგან ბევრი პასუხის მიღება შესაძლებელია, მაგრამ პირველი პასუხი იქნება რეალურად დაფიქსირებული. როგორც ვთქვით, ანუ ერთი კლასისთვის რაც კი რამე ლიცენზია იქნება რაოდენობა საჭირო, რომ თავიდან ვფიქრობდით სულ ადრე, რომ რაღაცა კონკრეტულად ერთი კლასი ყოფილიყო, მაგრამ აი რაღაცა პირველი A, მეორე B რაღაცა, მაგრამ ძალიან ისეთი ჟესტი გამოვიდა და ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ თუ გადაწყვიტავს სკოლა მთლიან მესამე კლასი, მთლიან მეოთხე კლასი, მთლიან მეორე კლასზე ვიზას გადაწყვიტავს, იმისთვის საკმარისი ლიცენზიები გადავცეთ და 27-ში ახლა 3 დღეში დაგეგმილი გვაქვს იდეაში უფასო ტრენინგი საერთოდ და ამ უფასო ტრენინგში, პლატფორმის ტრენინგში, რომელზეც ტესტირებაც იქნება და მე სერტიფიკატსაც გადავცემთ მასწავლებლებს, ეს ტრენინგი რა თქმა უნდა შედის ამ სერტიფიკატთან ერთად. კარგი, გავაკეთოთ. პირველი კითხვა ძალიან მარტივია, მე წავიდე კითხვაზე და პირველი ვინც მოიწერება, ის იქნება გამარჯვებული. Zoom chat მე მაინც გავხსნი და რაღაცა მოვიწერები, რომ უბრალოდ იყოს რა და თქვენ შეგიძლიათ მოიწეროთ და დიდი იმედი მაქვს, რომ მოგინდებათ და სრული გექნებათ გამოშვების. ესე იგი, პირველი კითხვა არის, რომ რომელი პროგრამული ენები ისწავლება CodeMonkey-ის დახმარებით. ანუ არის C++, C# და Blockly, HTML, CSS, Python, PHP, Ruby, Blockly, CoffeeScript და Python. ყველა პასუხი სწორია თუ არც ერთი. პასუხები მოვიდა, მეგობრებო, მეოთხე არის სწორი პასუხი. ანა ლომიძემ იმედია გავიმარჯვებო ტექსტის დაწერა და მეოთხეც მოაყოლა და კი. მეოთხე არის სწორი პასუხი, ანა გილოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ. მეოთხე არის სწორი პასუხი ნამდვილად. და გადავიდეთ მეორე კითხვაზე. მეორე კითხვა არის რესურსებიდან მხარდაჭერა, რომელსაც CodeMonkey Georgia-ს თავაზობს მასწავლებლებს. ეს არის ქართულენოვანი სახელმძღვანელოები
პროგრამული ენებისა და ციფრული წიგნების შესახებ, ქართულენოვანი ვიდეო ლექციები, ქართულენოვანი გაკვეთილის გეგმები, გაწერილი წუთობრივად, ვიდეო გაკვეთილების ტრენინგები, კოუჩინგი და 24/7 მხარდაჭერა, გაკვეთილის გეგმები და შეფასების რუბრიკა, თუ არც ერთი პასუხი არ არის სწორი. რეალურად მესამე არის სწორი პასუხი და აი მესამეები მოწერილი არის კიდევაც ანალოგიურად გამოვიდა პირველი აქვს მაკას მოწერილი მაკა თქვენ სადუნის მაკა ხო ქავდო არა ლილეს მაკა ვარ ლილეს მაკა თქვენსაც გავს ქავდო მაკა ირმამაც მოიგო ანამაც მოიგო ჟუჟუნა ბარამაშვილი არის, ვისაც მე მგონი არ თანამშრომლობ. ქავტონ ჟუჟუნა. სადუნიდან სპეციალურად არ მოვიწერე, რომ კიდევ არ მოგვეგო და სხვებსაც ქონოდათ გამარჯვების შანსი. კი, ნამდვილად. ქავტონ ჟუჟუნა, თქვენ როგორ გითხრათ, რომელ სკოლაში მე მგონი თქვენთან არ ვართ, ხო? პარტნიორები. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ გორის საჯარო კერძო სკოლიდან თამარიონი და არ თანამშრომლობ ჯერჯერობით. აი, უკვე ვითანამშრომლობთ ქავტონ ჟუჟუნა, გილოცავთ, იმიტომ რომ ქავტონ დიანასთან, ანასთან, ირმასთან და დიდი სიამოვნებით თანამშრომლობთ უკვე. ამიტომ თქვენთან ვითანამშრომლობთ. დიდი სიამოვნებით, მადლობა. გაიხარეთ, მადლობა და ეხლა რაც არის ისეთი ექსკლუზიური შეთავაზება, რაც მინდა ვთქვა, არის რომ 27 იანვარს გვექნება უფასო ტრენინგი და სერტიფიცირება, რაც ვახსენე, ანუ თუ ხართ რომელიმე სკოლა, რომელსაც ყავს მასწავლებელი, დამატებით გინდათ რომელიმე ის მასწავლებლის გადამზადება, თუნდაც რომ პარტნიორობდეთ თქვენთან, ან ეხლა გამარჯვებულები, რა თქმა უნდა, გადამზადებიან და ტრენინგდებიან, ან არის რაღაცა რომელიმე სხვა სკოლას გინდოდათ რომ გაგემარჯვოთ, მაგრამ უბრალოდ დატრენინგება მაინც ოკეია, დატრენინგება რა თქმა უნდა შეგვიძლია. და 50%-იანი ფასდაკლება გვექნება იმ სკოლებისთვის, რომლებიც გადაწყვიტავენ, რომ მეორე სემესტრში ესენ რაღაც ნახევარწლიანი ლიცენზია შეისწიდონ და შეიტანონ და რა ვიცი, მეორე კლასში თუ მესამე კლასში თუ არ ვიცი რამდენში გადაწყვიტავენ დატრენინგებად და 50%-იანი ფასდაკლებად, რა თქმა უნდა, შეგვიძლია რომ მეორე სემესტრში შემოგთავაზოთ. პრინციპში სულ ეს იყო ჩვენი სემინარი. მგონი არა ხო, ჩვენი საკონტაქტო ინფორმაციაც იქნება, რა თქმა უნდა. გამარჯვებულებს გთხოვთ, რომ ქავტონ ჟუჟუნა თქვენი საკონტაქტოები დაგვიტოვოთ, მეილები, ტელეფონი, რომ რაღაც ჩეტში რომ მოიწეროთ, უბრალოდ მარიამი და მე შეგეხმიანოთ. და დიდი მადლობა ყველას. ალბათ დაუმნიშვნელოვანი მე რასაც ხედავ ამ სემინარზე არის რომ ერთი რომ გავაზიარეთ ის რაც თქვენთვის ღირებული იყო, მეორე რომ ნახეთ რომ თურმე ეს ღირებულებები ემთხვევა სკოლების ჭრილში, რომ მარტო ერთი სკოლა არ გძახის, რომ აი რაღაცა კარგია ბავშვები ჩართულებიან და შემდეგ ამ რაღაც მასიური შედეგი არის და ჩვენ შევეცდებით რომ ეს ყველა სკოლა, ყველა სკოლის ის მასწავლებელი, რომლებიც CodeMonkey იყენებს, რაღაცნაირად ამ Facebook-ის ჯგუფში გაგაერთიანოთ თან რაღაცა, რომ შეიძლება თქვენ კიდევ იქ უფრო რაღაცები გაუზიაროთ ერთმანეთს, თუ იმას რაღაც დახმარება დასჭირდება, ან რაღაცა კითხვა ექნება, რა თქმა უნდა ჩვენ ვართ და გეხმარებით, მაგრამ იქნება რაღაცა პატარა კომუნიტივითაც გამოვიდეს, სადაც მსგავსი სემინარები და გასაჭიროებები გვექნება ხოლმე და მე იქაც ის კიდევ ბევრი საინტერესო რაღაცა გვექნება დაგეკმილი. დიდი მადლობა თუ ყველას, წარმატებებს გისურვებთ, მადლობა რომ იყენებთ ჩვენ პლატფორმას და მადლობა რომ მაქსიმალურ ღირებულებას იღებთ და თქვენს მოსწავლეებს აძლევთ საშუალებას, რომ ჩაერთონ და მართლა გამოიყენონ 21 საუკუნისთვის აუცილებელი სკილები და განავითარონ CodeMonkey-ის პლატფორმით და უდიდესი მადლობა მარიამს, CodeMonkey ჯორჯიას თანამშრომლს, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის ხოლმე ამ მსგავსი ტიპის სემინარების ორგანიზებაში და რა თქმა უნდა თქვენთან როგორც account manager-ად მუშაობაში. დიდი მადლობა მარიამ და CodeMonkey-ის ჯორჯიას გუნდს მთლიანად. თუ იმას რაიმე კითხვა გაქვთ კიდევ გიპასუხებთ, თუ არა შეგვიძლია დავასრულოთ დღევანდელი სემინარი. დიდი მადლობა ნიკა, წარმატებები ყველას და ახალ გამარჯვებულებს. ნახვამდის წარმატებები ყველას. ბატონო ნიკა, მე მაქვს ერთი შეკითხვა სადუნიდან. ანუ შეგვიძლია სხვა მასწავლებელი დავატრენინგოთ 27-ში დავარეგისტრიროთ? არ არის პრობლემა. თუ გინდათ თქვენ 5 მასწავლებელსაც თუ ყავს, რომელიმე თუ არის მსგავსი, არ არის პრობლემა, 27-ში გვაქვს.
სრულიად ღია უფასო ტრენინგი ჩვენ პარტნიორ მოგვივა ალბათ ხო მეილი ამის კი რომელი მოგხდეთ საათი არის? შაბათს არის 3 საათზე. 3 საათზე არის, 15 საათზე არის ეს. რომ დავესწროთ ჩვენ შეიძლება ხო? კი, ჩვენ რადგან თქვენი საკონტაქტოები გვაქვს ახლა იმის დარეგისტრირების და რაღაცა მოგაცეთ ჩვეულებრივად პრობლემა არ არის. მადლობა დაგემშვიდობებით. ნახვამდის, მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის.